იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი ბატონი მამუკაბერაძე, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი ქალბატონი ირმა ბანძელაძე და თბილისიდან ჩაგვერთვება მართლმადიდებელი კრებულის ხელმძღვანელი ბატონი ნანობაშვილი. მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისათვის. ID ბარათების თემა დღესდღეობით საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, თუმცა ეს აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საერთოდ ID ბარათები შემოვიდა სამოქალაქო რეესტრის სისტემაში და ამ თემაზე აქტიურად დაიწყო საზოგადოებამ მსჯელობა. ბატონო მამუკა, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით ჩვენი რადიო მსმენელებისათვის ალბათ საინტერესო, რა არის საერთოდ ეს ID ბარათები და რა განსხვავება ძველი პირადობის მოწვევა შორის? მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. ID ბარათი ეს არის ელექტრონული პირადობის მოწვევა, რომელიც არის შედარებით მაღალი ხარისხის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვიდრე ძველი ტიპის პირადობის მოწვევა. მასში ამ ეტაპზე ფუნქციურად განსხვავება არ არის, რადგან თუ არ დაიტვირთა ეს ID ბარათი დამატებით ფუნქციით, ის შეიცავს აი მასზე დატანილი ინფორმაციის გარდა სხვა დამატებით ინფორმაციას. ეს ID ბარათი არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ ანუ გაუმჯობესებული იყო პირადობის მოწვევა, ანუ ძველი პირადობის მოწვევები არ აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტს. ძალიან ხშირად ხდებოდა ამ პირადობის მოწვევების გაყალბება, რომელშიც ძალიან ხშირი შემთხვევა იყო სურათების შეცვლა და სხვისი პირადობის მოწვევებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქმედებებს და ამან გამოიწვია ახალი ტიპის პირადობის მოწვევაზე გადასვლა. ახალი ID ბარათს ასევე აქვს დამატებით ელექტრონული ხელმოწერა. ამ ეტაპზე ჩვენ როდესაც გავცემთ, მას სხვა რაიმე დამატებითი ფუნქცია არ გააჩნია. ბატონო მამუკა, ანუ რამდენად არის ეს სავალდებულო, ანუ საზოგადოებამ რო იცოდეს, ანუ ეს ID ბარათები გახდა უკვე სავალდებულო საზოგადოებისათვის. შეუძლია თუ არა საზოგადოებამ ალტერნატივა ერჩიოს და დავუშვათ მას არ სურდეს ID ბარათი და სურდეს უბრალოდ ჩვეულებრივი პირადობის მოწვევა, ან იგივე ბიომეტრიული პასპორტი. თუ მას იმპერატიული ხასიათი აქვს და ყველამ უნდა აიღოს ID ბარათი. ანუ თქვენი სერვისი რას თავაზობთ ამ შემთხვევაში? გახსენებთ, რომ დღის მდგომარეობით გაცემული
პირადობის მოწყობა ძალაშია მისი მოქმედების ვადი. მე ძველი პირადობის მოწყობა მაქვს და ალბათ არანაირი პრობლემა ცეთ მოქალაქეს არ შეექმნება. ერთადერთი როდესაც თუ პირადობის მოწყობას გაზდის ვადა ან ხდება რაიმე დაზიანება ან დაკარგვა, ამ შემთხვევაში ხდება უკვე ახალი ტიპის პირადობის მოწყობის აღება. და ეს აუცილებლად უნდა იყოს ID ბარათიანი, ID ბარათი. ჩვენი კანონმდებლობით ამ ეტაპზე სხვა დოკუმენტის გაცემა არ არის გათვალისწინებული. დიახ, ანუ კანონმდებლობით ვისაც აქვს დავამატებ უკვე ძველი ტიპის პირადობის მოწყობა, მასე შეზღუდვა არ არის. ასევე ერთს იმას დავამატებ, რომ როგორც ძველი ტიპის პირადობის მოწყობას, ასევე ახალი ტიპის პირადობის მოწყობას ჩვენ კომპიუტერულ მონაცემებში ერთი ინფორმაცია გვაქვს. ერთადერთი ეს არის ელექტრონული ხელმოწერა. ანუ ძველი ტიპისას, როდესაც გავაცემდით, არ ქონდა მოქალაქის ელექტრონული ხელმოწერა. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ ბაზაში დამატებით გვაქვს ახალი ტიპის ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს, შეუძლია არ ისარგებლოს. კარგით, ანუ კანონმდებლობით დამტკიცებულია ეს და ოპერატიულად, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაჭირდება ალბათ უკვე პირადობის მოწყობა, როდესაც მივა, მას არ ექნება საშუალება ის რომ აიღოს ჩვეულებრივი პირადობის მოწყობა, როგორც თავშად ადრე იყო, ანუ უნდა აიღოს ID ბარათი. აი ქალბატონო ირმა და შემდეგ თქვენთან გადმოვალისება ბატონო კითხვით დავიმსჯელოთ აი საკითხებს ზუსტად. თქვენ ბრძანდებოდით აპრილს თბილისში, მე მინდა ჩვენს რადიო მსმენელებს შევახსენო, რომ რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის ადვოკატებმა ჩაატარეს ბრიფინგი და მათ მოუწოდეს საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს, რომ აღნიშნული წესი გამხდარიყო ალტერნატიული, ანუ ID ბარათების ალტერნატიული წესი ჩამოყალიბებული იყო და ესეთ მკვეთრად დააფიქსირეთ თქვენ მაშინ თქვენი პოზიცია, თან ახლა თბილისში ბრძანდებოდით, აქცია იყო, როგორც ვიცით, ეს მართლმადიდებელი კრებულის შეხვედრა გახდათ იურისტებთან. აინტერესებს თქვენი პოზიცია. გახსენებთ უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ID ბარათებთან დაკავშირება ნამდვილად არის აქტუალური და ნამდვილად არის საინტერესო ჩვენი საზოგადოებისათვის. მე როგორც ადამიანის უფლება უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ 20 აპრილს ჩვენ ვიმყოფებოდით პირადად მე და ჩემი კოლეგები ვიმყოფებოდით სასულიერო პირთა და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის შეხვედრაზე, სადაც გაიმართა შეხვედრა
იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რაც შეეხება აქციაზე პირადად მე არ ყოფილვარ თუმცა მეორე დღეს იყო აქცია გამართული იუსტიციის სამინისტროსთან მეტად იმ შეკრებაზე განიხილა ნამდვილად აქტუალურად ეს თემა და მე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატი მიმაჩნია შემდეგი რომ აიდი ბარათით უდავოდ ილახება ადამიანის პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა მაშინ როდესაც ჩვენი კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციაზე მაქვს საუბარი ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციებზე ადამიანის თავისუფლებათა დაცვის დეკლარაციაზე საყოველთაო დეკლარაციები იცავს როგორც რელიგიის მრწამსის ასევე ადამიანის ყველაზე მთავარ ღირებულების რასაც ქვია პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობას რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ რელიგიური კუთხითაც პირველ რიგში მართლმადიდებლური კუთხით ვთვლი რომ დარღვეულია იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ახლა ჩემგან საუბარი მოკლედ შემიძლია ვთქვა მაგრამ მამები უფრო კარგად საუბრობენ და დასაბუთებულად დამტკიცებულად პოზიცია გამოხატია ხალხთა მე მოსმენილი დიახ მე ვერ ჩავეჭრები მაგრამ მე როგორც რიგითი მოქალაქე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ადამიანი მიმაჩნია რომ და მოსმენილი მაგრამ მამების განმარტება აბსოლუტურად არგუმენტირებული დასაბუთებული ამ საკითხთან დაკავშირებით მიმაჩნია რომ ილახება ჩვენი მართლმადიდებლების უფლებები აიდი ბარათები და რა კუთხით ახლა ამ კუთხესთან დაკავშირებით თუმცა საქართველოში მართლმადიდებლების ცხოვრობენ მაგრამ მართლმადიდებლები რომ ცხოვრობენ ძალიან დიდი პატივისცემით ყველას მიმართ ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელია და ჩვენთვის და მე მივესალმები ამას რომ ყველაზე უმცირესობის ინტერესები ყოველთვის არის ჩვენ ქვეყანაში გათვალისწინებული და ჩვენ საქართველოში ეს საქართველო მოგეხსენება არ უნდა ახლა ამას ძალიან ბევრი საუბარი რომ არის მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა და პირველ რიგში ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნა უნდა იყოს დაცული და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში მე ასე ვიტყოდი უმცირესობაში მივესალმები იმას რაც უმცირესობის მიმართ ხდება კარგია რომ ყველას უფლება დაცულია მაგრამ ამასთანავე აუცილებლად უნდა იქნეს ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის მოთხოვნა და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მართლმადიდებელი ქრისტიანის მოთხოვნა არის გაჟღერებული მაგრამ ეხლა მე შევეხები უფრო სხვა კუთხით
თვალსაზრისით ხო აი რა დარღვევა აი ჩაგეჭრებით მე და თან გავვრცელოთ ეს საკითხი შეიძლება არ იყოს მართლმადიდებელი მაგრამ მას სურვილი ეს არა ხო ანუ ჩვენ ხა ანუ იმ ადამიანის უფლებებით რა თქმა უნდა რომლებიც რომ აიდი ბარათები არ უნდა იყოს შემოღებული მაგრამ არ არიან მართლმადიდებელი რა თქმა უნდა არ მინდა რომ ისე გამოვიდეს იმ კუთხით რომ მხოლოდ ვაპელირებთ მხოლოდ მართლმადიდებლობაზე რადგან საუბრობთ ჩვენ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვაზე და ზოგადად ამ კონტექსტში საუბარია იმაზე რომ არ დაიღოს ადამიანის უფლებები რომელიც კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით არის გამტკიცებული და არჩევანის თავისუფლება ხო აი არჩევანის თავისუფლება ამ შემთხვევაში ასევე უკაცრავად დაგისვათ და აი სახელმწიფოს ჩართულობა ანუ სახელმწიფოზე ეწოლა ადამიანებზე გაკონტროლების კუთხით ხომ უფრო არის ზრდება ანუ ჩვენ ამ პრობლემასთან უფრო მივდივართ თორე რელიგიის თავისუფლება ზოგადად ალბათ არც ვეხებით და ამაზე არც შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში ხო პრობლემა კანონმდებლობითაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩამოყალიბებულია კონსტიტუციით მოგახსენებთ კონტროლის თვალსაზრისით და ყველა თემასთან დაკავშირებით მე მარტო არ შევხვდები ვარ მინდა თქვა თქვენი საუბარი მარტო მართლმადიდებლობას არ შევხვდები ვარ ყველა შევხვე ყველას უფლება უნდა იყოს დასული და მათ შორის ჩემ ქვეყანაში მართლმადიდებელი ხალხის მოთხოვნას რა შეეხება ყველაზე მთავარს რასაც ქვია პირადი თავისუფლების შელახვა ამ შემთხვევაში იმით რომ ადამიანის ნების სურვილის საწინააღმდეგოდ მის შესახებ რაიმე ინფორმაციის განთავსება ერთიან ელექტრონულ სისტემაში ეს არის კანონის დარღვევა და იმას რომ ამას იცავს ჩვენი კონსტიტუცია და სხვა საერთაშორისო კონვენციები და პაქტები ესეც არის უდაო ბატონმა მამუკამ ახლა აქ ბრძანა რომ ახალი პირადობა ესე იგი ამ აიდ ბარათზე რომელიც არის ჩიპის შემცველი მასე ვერ არის დატანილი ინფორმაციები გარდა იმისა რაც შეეხება პირად მონაცემებს თუ ეს ასი არის ასე შემთხვევაში ძალიან მარტივია ხალხის ადამიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ნაწილში რომ ვისაც არ სურს ეს აიდი ბარათი რომელიც არის ჩიპის მომცველი ასე შემთხვევაში მასზე გაიცეს უყავს ჩვეულებრივი პირადობა როგორც მანამ იყო სადაც დატანილი არის ჩვეულებრივი მონაცემები თითოეული ადამიანის მიმართ მათ შორის დატანილი არის მისი საცხოვრებელი ადგილი ცნობა მე რამდენადაც ვიცი აიდი ბარათზე არ არის დატანილი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა
გავაგრძელებთ ისევ დაუბრუნდეთ ამ თემას და მე ბატონმა მკასან გადავა კითხვით რომ აი ბარათებზე რომ საუბრობთ აი ამ აიდი ბარათს აქვს რაღაც უპირატესობები ხო ეს საზოგადოებისათვის აი რა უპირატესობა აქვს დაუშვათ ამ აიდი ბარათს აი ძველ პირადობის მოწყობასთან დაკავშირებით და ზუსტად რა ინფორმაცია ისეთი ანუ რა უპირატესობა შეიძლება გქონდეს მას იმას რომ დაინტერესდეს მოსახლეობა თუ გინდრო აიღოს აიდი ბარათი ანუ სრული ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მოგახსენებთ მე როგორც სამსახურის უფროსი ეხლა ჩემი გადამოსახედიდან აიდი ბარათებთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ მოქალაქეებს და როდესაც ხდება რომ აი ძალიან ხშირად მოდის მოქალაქე და რაღაც აქვს არსურს და მე არგუმენტირებულად თითქმის 100% საუბრია როდესაც მე დამისაბუთებინა რომ აი ამ პირადობის მოწყობას ეხლა წარმოიდგინეთ მე ვარ სამსახურის უფროსი მაქვს სიტყვაზე ჩემი ვიცი ამ პირადობის შესახებ და ჩემთვის ავიღე ეს აიდი ბარათი წარმოიდგინე მე როდესაც არ ქონდა ჩემი პირადობის მოწყობას და გასული მე რომ ვიცოდე რაიმე საფრთხე და მე მოგრება ვინმე გამაკონტროლებს წარმოიდგინე ახლა მე მაქვს მეორე სახელმწიფო ბარათი რომელიც თუ მოინდომებს აი რამეს ინფორმაცია დამატებით სამართალდამცველმა შეუძლიათ მოიძიონ და ისედაც დაადგინონ ანუ მე ხა თუ მოინდომებ რომ აიდი ბარათზე გადავიტანო ეს სახელმწიფო ინფორმაცია ამით მე არანაირი პრობლემა არ შემექნება მაგალითისთვის მოგყვას მაგრამ მოქალაქე რომელიც ანუ ამ ინფორმაციას სიტყვაზე მე ვამბობ ანუ ვინც აიღებს ისევ ჩაწერს ბანკი და ჩვენ არ გვექნება შეხება ანუ ბანკს აიხლაც ამაზე წტომა ანუ დამატებით თუ რაიმე ინფორმაცია ჩაიწერება ესათვის ორგანიზაცია თუ ვინმე ისურვებს შეუძლია მიცეს სხვა ფუნქცია მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის 100% მოქალაქეებისას არანაირი ფუნქცია ამ აიდი ბარათზე არ არის დატანილი არც ერთ ორგანიზაციას არ დაუწყია ჯერ აქტივობა რომ მოდი მე გადაგვიყვან თქვენ სიტყვაზე სახელმწიფო ბარათს აიდი ბარათს სადაზღვეო ბარათს ან ასე შემდეგ და მე ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას ერთადერთი რაც არის ხალბატონმა ბრძანა მისამართია დატანილი ეს მისამართიც გათვალისწინებული იქნა იქიდან გამომდინარე რომ რადგან ფასიანია და 30 ლარი ეს პირადობის მოქალაქე როდესაც მისამართს შეიცვლის არ მოხდეს პირადობის მოწყობის შეცვლა ამის გამო მოხდა ამის გადაწყვეტა რომ არ მოხდეს პირადობის შეცვლა და შეიცვალოს მხოლოდ ბარათზე მისამართი და სხვა დამატებითი ფუნქცია მე აქ დასტურებ რომ არ გააჩნია ამ ეტაპზე ჩვენ
გავცემთ მას მოყვება შესაბამისი კონვერტები კოდები შეუძლია კოდები მაგალითად გადაყაროს მოქალაქემ და საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ჩაწერს სურვილიც რომ გქონდეს და ვერ ისარგებლებს. ეს ID ბარათია გარის სამყაროს რაღაც ფუნქციებით უკავშირდება. ხო, როგორ უკავშირდება? თუ ჩვენ მაგალითად მე როგორც მაქვს ინფორმაცია ტელეფონი სადაც ვიმყოფებით შეუძლიათ ნომრით დაადგინონ ჩვენ სად ვართ. მე მაქვს ეს ინფორმაცია და შეუძლიათ კიდეც მოისმინონ ქართვის გარეშე. მაგრამ ID ბარათი თუ არ შეაერთდეს სპეციალური მოწყობილობა არსებობს. ამის გარეშე ვერანაირად ვერ უკავშირდება ერთერთი პიროვნება. აი ჩვენ ხო ვართ ოფიციალური სამსახური. ჩვენ არ გვაქვს ID ბარათი წვდომა რომ გავცემ წაიღო იმას თუ დაეკარგა ის. ჩვენ გვაქვს ბაზა როგორც ჩვეულებრივი პირადობის მოწყობის ისე ID ბარათს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ რომ არანაირი განსხვავებული გარდა ელექტრონული ხელმოწერისა ჩვენთან ID ბარათის შესახებ არ არსებობს. ანუ გაკონტროლებას რაც შეეხება აი წვდომას იგივე შეიძლება თქვენ არ გქონდეთ წვდომა, მაგრამ შესაბამის სპეციალურ სამსახურებს ალბათ ჩვენ ნებისმიერ ადამიანის ინფორმაციაზე რასაც ჩვენ გავცემთ გვაქვს პროგრამული წვდომა, ანუ როდესაც გაიცემა პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მშობლების მონაცემები ჩვენ ბაზაში მოიძიება ახლა რომ დავჯდეთ და ჩვენ პროგრამაში აკრიბო პირის სახელი, გვარი, ID ბარათი აქვს თუ არ აქვს მის ყველა რეკვიზიტს რო აკრიბო ამოგიგდებს მის მონაცემებს. ანუ ჩვენ ელემენტარულად არც გჭირდება იმ პირადობაზე წვდომა, რადგან გვაქვს ეს ინფორმაცია ისედაც რომ დასჭირდეს მანამ განმეორებით აღდგენა ან პასპორტის აღება, პირადობის საფუძველზე გაიცემა ეს დოკუმენტები და ეს ზოგადად ყველა ქვეყანაში გადავიდნენ ელექტრონულ პირადობის მოწყობაზე იმისათვის რომ იყოს რაც შეიძლება უსაფრთხო გაყალბებისგან. მაგრამ ახლა დამატებით თუ მოხდება რაიმე ფუნქციები ეს უკვე მაგალითად ჩემი პირადი მე თუ არ გადავწყვიტ და ახლა რაიმე ინფორმაცია დავიტანოს ამას ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ შეძლებს. ბატონო მამუკა ანუ რაც არის რამდენიმე ევროპული დიდი სახელმწიფო რომელმაც უარი განაცხადა ID ბარათებს და საერთოდ მსოფლიოში ამ საკითხებზე წლების განმავლობაში უკვე საკმაოდ კამათი მიმდინარეობს. უბრალოდ მე ალბათ როგორც უფლებადამცველი და ადვოკატი ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ნებისმიერი რაც არის ანუ როგორც აი თუ გინდა მრჩეველი თუ
ჩვეულებრივი მოქალაქე ვფიქრობ რომ ყოველთვის უნდა მქონდეს რაღაცის არჩევანის უფლება ის რასაც მე მახვენ პირადად ვამბობ ანუ დავუშვათ აი დიბარეთებს შეიძლება საერთოდაც არ ეხებოდეს ანუ როგორც იგივე აი მე ვფიქრობ რომ არჩევანის უფლება არ უნდა შეილახოს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ დავუშვათ მე არ ვემხრობი ან არ ვემხრობი მე ჩემს მოსაზრებას არ ვაფიქსირებ ამ შემთხვევაში მაგრამ გამომდინარე იქიდან არჩევანის თავისუფლება და ადამიანებს თუ გვინდა რომ იგივე დემოკრატიულობაზე ხშირად საუბრობ ჩემს გადაცემაში ხა არჩევნები შეიცვალა იქ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები იყო და ადამიანები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას იგივე სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა როგორც ამბობენ აი ქალტონო irma თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს ეს ასე მარტივია ერთი შეხედვით თუ თქვენ აბსოლუტურად სხვა მოსაზრება გაქვთ ანუ ეს არის იგივე პირადობის მოწობა ჩვეულებრივი ელექტრონული ხელმოწერით თუ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ვერც შემთხვევაში ვერ ჩავთვლი რომ ეს არის ჩვეულებრივი პირადობა რომელიც შეიცავს ჩიპის მოვალეობა ის არის რომ მასზე გარკვეული ინფორმაციები დავიდეს გასაგებია გავიგეთ რომ თუ არ გააქტიურებს თვითონ ადამიანი მოდი ვისაც არ უნდა ამ ბარათის გააქტიურება ვისაც არ უნდა მის შესახებ რაიმე ინფორმაციების დადება იმ ხალხისთვის გათვალისწინებული იქნეს ჩვეულებრივი პირადობა აიდი ბარათის ალტერნატიული სახით ალტერნატივა აუცილებლად უნდა იყოს ესაა ჩვენი ხალხის მოთხოვნა და ვერ დავეთანხმები კიდევ ბატონ მამუკას იმ ნაწილში რომ ყველა ქვეყანა მიიღო არც ერთ შემთხვევაში ზუსტად ევროპის ქვეყნებმა ინგლისმა მაგალითად კანონ პროექტში ვარი განაცხადა აღნიშნული აიდი ბარათის მიღებას ასევე საფრანგეთმა სადაც დებატები გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ადამიანის უფლება და მცველების მოთხოვნით და ხალხის მოთხოვნით არ იქნა მიღებული ეს ასევე საბერძნეთმა უკრაინამ რუსეთმა აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ გრიგ ქვეყნებს ნამდვილად არ მეუღია და საქართველოში როდესაც არის ისეთივე მოთხოვნა როგორც სხვა ქვეყნებში ალტერნატივა ყველგან არის დაშვებული და ამ შემთხვევაში ჩვენთანაც უნდა იქნეს უდაოდ დაშვებული მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა რომ ხალხის თხოვნა იქნება გათვალისწინებული და იუსტიციის სამინისტრო მივა იმ გადაწყვეტილებამდე ვიცი რომ დღესაც მიმდინარეობს საყოველთაო გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ 30,000-ზე მეტი ხელმოწერა არის შეგროვილი საქართველოში და უფრო მეტი მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს სურვილი აქვს ალტერნატივის სახით ჩვეულებრივი პირადობის აღება და ასეთ შემთხვევაში ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იმ ადამიანებს, ვისაც ასე გულდასმით უნდა რომ ჰქონდეს ID ბარათი უპრობლემოდ შეუძლია ჰქონდეს. ანუ ვისაც უნდა რომ ჰქონდეს ID ბარათი, ვისაც უნდა ზოგჯერ მომისმენია რომ გამარტივებულია ID ბარათით მოქალაქის რაღაცა პირობები და გარემოებები, ვისაც უნდა ასეთი გამარტივება ჰქონდეს ბატონო, მაგრამ ვისაც უნდა ჩვეულებრივი პირადობა ჩიპის გარეშე, მისი უფლება უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ჩვენ ქვეყანაში. ეს არ არის კანონის დარღვევა, პირიქით კანონი იცავს ყველაფერ ამას და მე მგონი დაკმაყოფილებენ ამ ჩვენს სურვილს და თხოვნას. კანონმდებლო ინიციატივის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ზუსტად იმ შეკრებაზე სადაც მე გახდით 20 აპრილს იყო საუბარი, იქ ბრძანდებოდნენ იურისტები, არასამთავრობო პირები, რომლებმაც გამოხატეს ძალიან კარგად ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებით, შემუშავდა წინადადება, რომ საპარლამენტო ინიციატივით შესულიყვნენ 70,000 ხმით. რა თქმა უნდა, არსებობს ასევე სხვა გზებიც, შემუშავდა განცხადება დაიწერა კიდევაც იმასთან დაკავშირებით და მიუმართეთ აბსოლუტურად პარლამენტის ყველა ორგანოს ფრაქციებს და ასე შემდეგ, რომ ჩვენი თხოვნა კიდევ ერთხელ გადახედონ და კიდევ ერთხელ გაიზიარონ ხალხის თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთ თემასთან დაკავშირებით. როდესაც ბატონმა უკამბრძანა, რომ ვისაც აქვს ჩვეულებრივი პირადობა არ ეზღუდება მას უფლებები. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით ბატონო მამუკა. ჩემთან ხშირად მოდიან სტუდენტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე მქონდა ჩვეულებრივი პირადობა, მაგრამ იძულების წესით ამაღებიეს ID ბარათი, იმიტომ რომ ვერ ვაბარებდი გამოცდას, იმიტომ რომ ვერ ვღებულობდი სტიპენდიას. ასევე აბიტურიენტები არ დაგვაუწყდეს, აბიტურიენტებიც იძულებულები არიან აიღონ ID ბარათები. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებებზე როდესაც საუბრობთ, მე ვთვლი, რომ არა მარტო იმ ადამიანის უფლება ირღვევა, ვისაც დაუშვათ გავიდა, ვის პირადობის მოქმედებასაც გავიდა ვადა და არ ღებულობს ID ბარათი შეგნებულად. არამედ ირღვევა იძულებით აღებული პირების მიმართ სტუდენტებს ვიტყოდი ისევ ამ შემთხვევაში, მაგრამ გარდა სტუდენტებისა და აბიტურიენტებისა უამრავი მოქალაქე არის, რომლებიც იძულებლები არიან გარკვეული გარემოებების გამო აიღონ ID ბარათები. ამ შემთხვევაში მათი უფლებებიც დარღვეულია. დიდი მადლობა რეკლამა რადიო
ეთერში ჩვენ მალე დავუბრუნდებით. ფული გჭირდებათ. თანაც სწრაფად, მარტივად და დაბალ პროცენტში. კი მხოლოდ ავტომობილის ჩადება შეიძლება. მიდიხართ ჯეოკაპიტალის ოფისში. ერეთის ხუთში. როსლის პირ. შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. არც დასხება, არც ავტომობილის გადაპორტი. ტარების უფლებაც გინათ. 1 საათით და ფული თქვენია. და პროცენტი 6%. ყველაზე დაბალი გაკვეთი ბაზარზე. მაგარია რა. ჯეოკაპიტალი. ქუთაისი. წერეთლის 5. ან ზუსტად გამხურდია 9. ტელეფონი 26 70 70. ჯეოკაპიტალი. სესხი მხოლოდ ავტომობილი. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ის მიერ მაღაზიაში 2 ტრიალი ჰერცოგი გერმანული საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარი ტრიალი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო ძველი ქალაქის დღის ერის გენერალური სპონსორი. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი თავაზობს სიახლეს. სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები ახლომშენებარე სახლში. კინო ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე კვადრატული მეტრი 360 $. შეიძინებინა დღეს სარგებლეს 3 წლიანი განმავლობით და გვიკავშირდით ტელეფონზე 0411 622 სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ტურისტული კომპანია კავკასიის ტური თავაზობთ ავიაბილეთებს თბილისის სალონიკის მიმართულებით 99-დან მოსაკრებლის ჩათვლით. რეგულარულად შესრულდება ფრენები ყველა მიმართულებით. რეგიონალურ დილერებს თავაზობთ დამატებითი პირობებისთვის დაგვიკავშირდით. ტელეფონი 032 202 ცხელი ხაზი 95 მობილური 598 მისამართი ქალაქი თბილისი ბეკუას ქუჩა ნომერი 3 ყოფილი პირიმზე შენობა. შენი იღბალი და ინტუიცია რეალურად
გამოსადო ეცვეკაზ სამთოს რეალურ დროსა და რეალურ გარემოში უამრავი თამაშები გელოდება არტების ყველა თამაშები რეალურ დილერებთან პოკერის ტურნირები რულეტკა და უამრავი სხვა თამაშები გრძელი ნამდვილი კაზინოს გარემო ჩვენთან ქუთაისის სამტრედის გზის 13 კილომეტრზე სოფელი ვიტირი კაზ სამიტუზი საჩუქარი ყლას აქცია გრძელდება შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი მუდი ჰერცოგი გერმანული 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1.5 ლიტრიანი საიუბილეო 15 შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან კასტელ საქართველოს ძველი ქალაქის ეთერის გენერალური სპონსორი საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს საუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებას ახდენს ჩაე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები საჯარო ყველაფერზე დავბრუნდით ძირფას რადიომსმენელობა ეთერში შეგახსენეთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ID ბარათები გახავთ და ეხლა ჩვენ თბილისიდან ჩაგვერთვება მართლმადიდებელი კრებულის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა ნანობაშვილი რომელიც ამ თემაზე თავის პოზიციას დაფიქსირებს.
ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზანანობაშვილის პოზიცია სატელეფონო ჩანაწერი იყო და უკაცრად ხარვეზისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ალბათ თქვენთვის ტელი გახდა და ჩვენი რადიო მსმენელებაც მოისმინეს ბატონი ზაზას პოზიცია ბატონი ზაზა გახლავთ მართლმადიდებელი კრებულის ხელმძღვანელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ საკითხებში და მისი ხელმძღვანელობითაც მოეწყო ეს დიდი შეკრება და როგორც მან განაცხადა, ეს აიდი ბარათებზე გვატყუებენ, რომ ეს არის პროგრესული ტექნიკა და ანტიდემოკრატიული რაღაც წამების პროცესია დაწყებული და იგივე ინგლისის მაგალითზე ისაუბრა. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო მამუკა, რაც ბატონმა ზაზამ განაცხადა, რამდენად თქვენი პოზიცია როგორ არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რომ ეს წამების პროცესი დაწყებულია? მე შემიძლია მხოლოდ სამართლებრივი შეფასება ჩვენ სამართლებრივად და კანონით გავცემთ მხოლოდ დოკუმენტებს, რომელიც კანონით არის დადგენილი, მაგრამ მე სხვა შეფასებას ვერ გავუკეთებ. ადამიანს აქვს თავისი დამოუკიდებელი შეხედულება და დემოკრატია ის იმას ნიშნავს, რომ ყველამ გამოთქვას თავის აზრი ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო მამუკა, საუბრობთ აიდი ბარათის ტექნიკური მხილვაზე, ალბათ საინტერესო იქნება ის, რომ რა ინფორმაცია არის ზუსტად დატანილი აიდი ბარათზე. მე თქვენი საიტიდან ამოვიწერე რამდენიმე ეს ამოვიღე რამდენიმე ფურცელი და აქ წერია ზუსტად, რომ ბარათზე დატანილია ვიზუალური ინფორმაცია, ვიზუალურში არის შეტანილი სახელი, გვარი, სურათი, ხელმოწერა, არის მანქანურად კითხვადი ზონა, რომელიც შეესაბამება დოკუმენტს, ანუ ეს არის იკაოს სტანდარტი, ალბათ საერთაშორისო სტანდარტი არის ეს და საინტერესოა ხო ეს მანქანურად კითხვადი ზონა, ხა ჩემთვის გაუგებარია მაგალითად რა არის ეს ელექტრონული მატარებელი, იგივე ინტეგრირებული მიკროსქემა, რომელსაც გააჩნია შემდეგი ორი ინტერფეისი, კონტაქტური ინტერფეისი და უკონტაქტო ინტერფეისი და იქვე მითითებულია, რომ თუ რა არის ეს ინტერფეისი, უნდა გადავიდეთ შესაბამისად ვიკიპედიაში და ნახოთ რა ხდება აქ. ნუ ყველა ადამიანს სანამ ამ ინფორმაციას გაეცნობა, ხო ხა ლოგიკურია ის მის
კითხვა იქ ჩამონათვალია ერთადერთი რაც არის ალბათ გასაგები არის ვიზუალური ინფორმაცია სახელი გვარი სურათი და ხელმოწერა აი ეს კონტაქტური ინტერფეისი რას ნიშნავს რაც კითხვის ნიშნავს სხვა რა ჩანს რაღაც ისეთი ინფორმაცია ხო არ არის რაც დაუშვათ ჩვენ ვიცით აი ეს სხვა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პირადობის მოწოდებას დამატებით მოგახსენეთ გააჩნია ელექტრონული ხელმოწერა ასევე მისამართი ელექტრონულად რომელიც არ არის დატანილი ასევე აღნიშნული პირადობის მოწოდებას აქვს დამატებითი ფუნქცია თუ ამას მოქალაქე გადაწყვეტს რომ ესა თუ ის ფუნქცია დაიტვირთოს ელექტრონული პირადობის მაგალითად რა შეიძლება იყოს ხმა ინტერესებს მაგალითად შეიძლება იყოს თუ ესა თუ ის ბანკი გადაწყვეტს რომ აი მაგალითად მან დაიწყოს უკვე რომ ID ბარათზე ჩაწეროს ის მონაცემები რაც არის ჩვეულებრივ პლასტიკურ სახელმწიფო ბარათზე და თუ ამის სურვილი ექნება მოქალაქეს შეუძლია მივიდეს ანუ ამის ფუნქციის ჩაწერის უფლებები ექნება მხოლოდ მას ანუ რომელი ორგანიზაცია ჩაწერს დაიდება მემორანდუმი ჩვენ სამსახურთან ანუ ცენტრალიზირებულად და თუ გადაწყვეტს მოქალაქე რომ აი მაგალითად რომელი ორგანიზაციასაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა და ასევე სურვილი რომ ამა თუ იმ ბარათზე რაიმე დამატებით მისი სერვისი დატვირთოს ეს უკვე არის იმ ორგანიზაციის გადასაწყვეტი მაგრამ ვერც ესეთი მოქალაქის მონაცემებში ვერ ჩაიწერება თუ ეს მოქალაქე თვითონ არ გადაწყვეტს თვითონ თუ გადაწყვეტს რომ მას კონდეს თალკე სახელმწიფო ბარათი თალკე სადაზღვევო ბარათი და ასე შემდეგ აი ამ პირადობის მოწოდებას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა არანაირი სერვისი არ ექნება. გარკვით ქალბატონო ირმა ანუ ბატონო ზაზამ და ალბათ ბატონი ზაზამ გამოხატავს საზოგადოების რაღაც ნაწილს და განაცხადა ესეთი რაღაც რომ აი ევროპაში ესეთი ექსპერიმენტი როდესაც ჩატარდა ევროპას შორის ესეთი გამოხმაურება იყო არაერთგვაროვანი ევროპაში დამოკიდებული აი თქვენ როგორ ფიქრობთ რომ და ასევე მან განაცხადა რომ აი ეს თუ გინდი იგივე იუსტიციის სახლები არაშენებულა საქართველოს ფინანსებით და რაღაც სხვა გეგმებია და რაღაც სხვა შეკვეთებზე ისაუბრა მან. მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ ანუ ეს როგორი პროგრამა რაღაც გათვლილია სხვა თემაზე თუ ჩვეულებრივად ეს სერვისია ჩვეულებრივი რომელიც შემოგთავაზა სამოქალაქო რეესტრმა იმ სამ სერვისს შორის რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ ესეთი წარმატებულად მუშაობს
იგივე სამოქალაქო რეესტრი. ამ თემასაც შევეხებით აუცილებლად. მაგ თემასთან დაკავშირებით ახლა მოგახსენებთ ჩემთვის ასეთი ინფორმაციები ხელმისაწვდომი არ არის, რაც არის საჯაროდ რა თქმა უნდა ამის შესახებ ვიცით, მაგრამ რა შეეხება ID ბარათებს და ამ თემას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს გამიზნულადაა შემოღებულია ბრძანა რომ ევროკავშირმა დაგვავალაო ევროკავშირი არა ხალბატონო არ დაუვალები მხოლოდ ძველი პირადები ანუ ხარისხის გაუმჯობესებაზე იყოს ხარისხის ეს დავალება არ ხდება სხვა ქვეყნებისგან არის მოთხოვნები ესა თუ ის რომ მოთხოვნა სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. კი მოთხოვნა დავალება დიდად არ არის განსხვავებული თუ ჩვენ ეს ევროკავშირმა მოგთხოვა ევროკავშირმა მოთხოვნა რას ქვია ის რაც ეწინააღმდეგება ჩემს კანონს ის რაც ეწინააღმდეგება ჩემს რწმენას ჩვენ ქართველი ხალხი ამაზე არ უნდა წავიდეთ თუ ევროპის ქვეყნებმა თქვენს ვარი და არ შეასრულეს როგორ რა მათ ახლა ევროკავშირი არ მოთხოვდა და არ დაავალებდა რა თქმა უნდა დაავალებდა და ინგლისზე იყო აქ საუბარი და ინგლისმა პირდაპირ მიათითა რომ 1000 გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შეივსოს არ არის საჭირო ID ბარათებიო მე ვამბობ და მინდა ვთქვა რომ როდესაც ჩვენთან ID ბარათები შემოიტანეს არავის არ უკითხავს ხალხის საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით არავის არ უკითხავს უნდა თუ არა ხალხს ID ბარათების თემა უნდა დაესვა შეკითხა იყო თუ არა ხალხი ამასთან დაკავშირებით თანახმა კიდე ერთხელ ვიტყვი იმას რომ გეთანხმებით მხოლოდ ერთ რაღაცაში რომ თქვენ ბრძანეთ წეღან თუ სწორად გავიგე რომ კანონი არ მიშვებს და სხვანაირად ვერ მოვიქცევიო მე უნდა საჯარო სამსახურები ჩვენ მოქმედებით კანონის ფარგლებში ეს ხალბატონი იმას არ ნიშნავს რომ ეხლა მე თუ რაიმე ცვლილება იქნება მე მოქმედებ ისე უბრალოდ მადლობელი ძალიან დიდი მადლობა დიდი პატივისცემი თქვენს მიმართ და ზუსტად მაგი მინდა მაგ მომენტი მინდა გავაჟღერო რომ ის რაც თქვენ ახლა კანონით გევალებათ ID ბარათებთან დაკავშირებით როგორ უნდა გაცეთ რასაც გავალებენ იმას დაკეთებთ ესა ფაქტი და თუ შეიძლება რა თქმა უნდა აი ეს არის ზუსტად ხალხის მოთხოვნა რომ შეიცვალოს და ალტერნატივა იქნეს დაშვებული ერთ გარემოებას დავაკმაყოფილებ კიდე ახლა ამ ჩემ მასე რა ქვია თქვამს რომ როდესაც საუბრობთ
პირადობებთან დაკავშირებით ვინც არ ღებულობს პირადობას ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მინდა მიუბრუნდე ამ თემას იმ ადამიანის უფლებები კონსტიტუციურად და საერთოდ ილახება ადამიანის უფლება ვისაც არ აქვს პირადობა ამ გარკვეული მოსაზრებების გამო ვინც თulis რომ მისი უფლება დაირღვევა იმ აიდი ბარათით და მეც ვეთანხმები რომ უდაოდ ირღვევა და როდესაც ადამიანი არ ღებულობს ჩვეულებრივ აიდი ბარათს და სურს ჩვეულებრივ პირადობა და მას არ აქვს ამის საშუალება ვერ ღებულობს ჩვეულებრივ პირადობას მისი უფლებები შელახულია უკიდურესად კონსტიტუციურად აუცილებლებს უფასოდ გადაეცემოდეს აიდი არ ვლაპარაკობ მარტო სოციალურად დაუცველებზე არიან ადამიანები მე უამრავ ადამიანს დავაკ კონკრეტულად რამდენია ბატონო კაი მომსახურების 30 ლარი სამუშაო დღე გასაგებია მაგრამ ხასთან დაკავშირებით კი არ საუბრობ ჩვენ იმასთან დაკავშირებით რომ უფლებები ვილახება და ამას საზოგადოების ნაწილი თulis და სწორად თulis იმას რომ მისი უფლებები ვილახება ის საზოგადოების ნაწილი რომელიც არ ღებულობს ამ შემთხვევაში სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან ხალხმა ისინი აქტიურ ცხოვრებაში ვერ ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრება და აქტიურობა მათთვის არის უკიდურესად შეზღუდული ამ შემთხვევაში და კიდე ერთხელ მე დავამატებ იმიტომ რომ მე დაინტერესებული ვიყავი ამ თემით ვიყავი საჯარო რეჟიმში მოსული და ვიკითხე შეიძლება თუ არა და იცემოდა თუ არა ჩვეულებრივი პირადობა მივიღე ასეთი განმარტება რომ დღესაც იცემა ჩვეულებრივი პირადობა იცემა 6 თვიანი ვადით და ჩემ შეკითხვაზე ვის შეიძლება გაეცეს პასუხი იყო ასეთი მხოლოდ უკიდურესად მძიმე დაავადების მქონე ადამიანებს სხვა არ შეუძლია ამით სარგებლობა და როდესაც ვიკითხე რა არის მიზეზი მაპატეთ ახლა ციტირებას მოვიყვანი იმ სიტყვებისა და მომაკვდავი ადამიანებისგან საჭირო ინფორმაციას ვერღებულობთ ესა უტყვარი მტკიცებულება იმისა რომ ჩიპი არ არის უბრალო მონაცემის როგორც თქვენ ამბობთ პირადი მონაცემების შემცველი მექანიზმი ტოტალური მექანიზმი მე ახლა არ მინდა თქვენთან პოლემიკაში არც მე უბრალოდ შემიძლია თუ ნამდვილად ასეთი პასუხი გაგცეს ეს არის არაკვალიფიციური პასუხი ასეთი პასუხი აბა ელექტრონულ პირადობას გავცემთ ამისათვის მოქალაქის ხელმოწერა გვჭირდება ანუ რადგან მასი არის ასევე ეს ხელმოწერა დატანილი ელექტრონული პირადობაზე და როდესაც
პირი ფიზიკურად გადაადგილება არ შეუძლია. ასევე არიან პატიმრები. პატიმრებსაც რაღაც მოქმედებების კი ბატონო. როდესაც ეს ხდება, ეს იმას არ ნიშნავს ხა გადაუდებელი ის ქონდა. შეიძლება პირმა რაღაც ან ფეხი იტკნოს ან რაღაც ჩვენ გაგვიცი ასე შემთხვევაში, მაგრამ ეს იმისათვის რომ ჩვენ მან ელექტრონული ხელმოწერა ვერ გაგვიკეთა. უბრალოდ რადგან პირადობის მოწყობა ითვალისწინებს მხოლოდ ელექტრონულ განაცხადს. ელექტრონული განაცხადი რადგან ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ეს ჩვენ გავითვალისწინეთ კანონის მიღების დროს, რომ ასეთ პირებზე გაცემულიყო ჩვეულებრივი ტიპის პირადობის მოწყობა. ეს არის კანონი მკვეთრად განსაზღვრული, ვის როგორ შემთხვევებში შეიძლება გაიცეს. ამას ჩვენ არ განსაზღვრავთ და არ გავცემთ, ჩვენ დამოუკიდებლად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ანუ ამ საკითხზე ხაროდესაც ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მივდივართ ერთ საკითხამდე, რომელიც ალბათ არც ჩემი, არც ბატონი მამუკაცი, არც თქვენი ისია გადასაწყვეტი არ არის. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, თუ რაღაცა ნაწილი თვლის საზოგადოების რაღაც ნაწილი თვლის, რომ არ უნდა ეს სავალდებულო ხასიათის რომ არ იყოს, ან თუნდაც პარლამენტმა უნდა გამოხატოს თავისი ნება საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს, ან თავად დააყენონ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ნუ პარლამენტის მოსაზრება არ ვიცი როგორია რაღაც აქტიურობა ამ მხრივ არ შეიმჩნევა ალბათ იგივე თუ გინდ კანონში რომ ცვლილება შევიდეს, თუმცა თუ კანონში ცვლილება არ შევიდა, ამ შემთხვევაში საზოგადოება რამდენიც არ უნდა იმსჯელოს, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. დამეთანხმებით ბატონო მამუკაცი, თქვენ იგივე კანონის ფარგლებში მოქმედებთ, საზოგადოება ისევ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას. ალბათ იგივე საკანონმდებლო ცვლილებასთან მივდივართ ჩვენ. აქედან გამომდინარე კვლევა მიდის აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩემი აზრია, რომ ძალიან მცირე ნაწილი არ ემხრობა ამ პირადობის მოწყობას. ჩემი უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია. ნახოთ, დამთავრდება კვლევა და ჩვენი ხელმძღვანელობა მიიღებს კვლევის შესაბამისად გადაწყვეტილებას. თქვენი სამინისტრო ამ შემთხვევაში ბატონი მამუკა სამოქალაქო რეესტრი ატარებს კვლევას აღნიშნულ სამინისტრო მინისტრს დავალებით მე როგორც მაქვს ინფორმაცია ხალბატონ ტარდება კვლევა. ანუ რამდენად შეიძლება მოხდეს ალტერნატიული დოკუმენტის დაშვება და ნახოთ მომავალში როგორ გადაწყვეტილი რას გვიჩვენებს კვლევა და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ ამ კვლევის შესაბამისად ხელმძღვანელობა. ჩემი აზრით სუბიექტური აზრია და მე არანაირად არ ვიმიჯნები საზოგადოებას, იქნება რაღაც ნაწილი, რომელიცაც არ სურს. დიახ, ძალიან იქნება ჩემი აზრით ძალიან
მცირე ნაწილი. დიდი მადლობა თქვენ დამატებთ. მე დავამატებდი იმას, რომ მართალია კვლევა მიმდინარეობს, კვლევის დროს დასმულია შეკითხვა შემდეგნაირად, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოგწონთ თუ არა აიდი ბარათი, ეს არ არის სწორი შეკითხვა, უნდა იქნეს ეს შეკითხვა უნდა დაესვათ მართალიც არის, როდესაც აიდი ბარათები შემოვიდა, შეკითხვა უნდა დასმულიყო ამგვარად, ეთანხმებით თუ არა ალტერნატივის სახით აიდი ბარათი შემოღებას ეს იქნებოდა სწორი. ამ შემთხვევაში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დავამატებ იმას, რომ ვერ გქონია სწორი ინფორმაცია მთლად საზოგადოების უმეტეს ნაწილს სურს ჩვეულებრივი პირადობა. აი მათაც კი ვისაც აღებული აქვს იძულების წესით 80%-ს არ შეცდები ამ ციფრის დასახელებაში მათ იძულებით აიღეს ეს. ამიტომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ელოდება ჩვეულებრივ პირადობას და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ქართველი ხალხის თხოვნა, ადამიანების მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ დაშვებული იქნეს ალტერნატივა, ეს არ არის არც კანონის დარღვევა და არც სხვა რამ. აქედან გამომდინარე ვიტოვებ იმას, რომ დაშვებული იქნება ალტერნატივის სახით ჩვეულებრივ. მე ერთი საკითხი აუცილებლად უნდა შევეხო, როდესაც ბატონ ზაზას ჩვენ სატელეფონო ჩარტო ქონდა ვესაუბრეთ უბრალოდ კლიენტად ვერ გავუშვით ვერსია და იქ დავსვით ესეთი შეკითხვა, რომ სინოდმა გასულ წელს, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, იგივე როდესაც ეს თემა შემოვიდა, ძალიან აქტიური იყო საზოგადოება და ხშირად საზოგადოებაში ისმოდა საკითხი ეს, რომ აიდი ბარათი არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აი ეს საკითხი ეს ისმოდა და სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აიდი ბარათი, თუმცა იქვე დაძინა, რომ სახელმწიფომ ალტერნატიული მეთოდი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და როგორც ბატონმა ზაზამ აღნიშნა, სინოდზე იყო ზეწოლა, მისი მოსაზრება ეს და მე გვაჟღერებ, სინოდზე იყო ზეწოლა და დღეს იყო სინოდის შეკრება სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს აქტუალური თემა იყო და სხვათა შორის ძალიან ისეთი თემა ალბათ უფრო ფაქიზი და ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს, არ ვიცით ეს რამდენად რეალურია, რამდენად არარეალურია, მაგრამ დაიცვა კითხვა შესაბამისად ეჭვებით გაჩნდა. ვერას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით მე საუბარს ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მაგ თემას თან შეხება ძალიან მიჭირს, რაც შეხება არ ვიცი ვერ ვისაუბრებ მაგ
საკითხთან დაკავშირებით რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თქვენ გააჟღერეთ, რომ დაუშვა უნდა იქნეს დაშვებული, როგორც თქვენ სინოდმა განაცხადით, ჩვეულებრივი ალტერნატივა უნდა იქნეს დაშვებული და სხვა თემას მაქვს. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით სინოდი დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს და აღნიშნავს იმედი მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით ვინაიდან თქვენ გძანეთ რომ დღეს არის სინოდის კრება და შეკრებილები არიან. უდიდეს იმედს ვიტოვებ იმისას რომ დარწმუნებული ვარ სინოდი მხარს დაუჭერს როგორც საზოგადოების იმ ნაწილს რომლებიც თulis რომ ალტერნატივის სახით დაშვებული უნდა იქნეს აიდი ბარათი. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. სხვას ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომჯანებისათვის ხოლმე დამატეთ. მე ასევე დავამატებ ძალიან აქტიური გახდა აიდი ბარათის საუბარი და ჩვენი სახელმწიფო ზოგადად და ჩვენი სამსახურის სერვისების განვითარების სააგენტო ცდილობს და დღემდე ახორციელებს ყველა დოკუმენტის აბსოლუტურად ელექტრონული სახით გაცემას და აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთი დოკუმენტის, ანუ ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ თუ გვინდა რომ აი ამ ტექნოლოგიებს არ ჩამოვრჩეთ, უნდა შევძლოთ რომ ძალიან დიდი მადლობა და მე აქვე ვიტყვი რომ სამოქალაქო რეესტრი როგორც თქვენ აღნიშნეთ 300-მდე ესეთი ოპერაციამდე არ ვამბობ ძალიან დიდი რაოდენობით მომსახურებას გასწევს. ეს მომსახურება არის ძალიან სწრაფი, მობილური. ამაზე არც კამათობს ალბათ საზოგადოება და მე პროტესტიც არ დამიფიქსირებია პირიქით, ანუ პერიოდში როგორი საჯარო რეესტრის და სამოქალაქოც იყო იმის შემდეგ, ანუ შედარებაც არ შეიძლება მომსახურების კუთხით და სერვისის მაღალი დონის კუთხით, მაგრამ კითხვის ნიშანი მხოლოდ აიდი ბარათებთან დაკავშირებით და არც ერთ სხვა სერვისთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი დღემდე არ დასმულა და პროტესტის გამხატველი ადამიანიც არ მინახავს მე პირადად. და აქედან გამომდინარე ალბათ აქტუალური იყო ის რომ დღეს აიდი ბარათებზე გვესაუბრა და სხვა სერვისებზე ალბათ საზოგადოებას არადაი პრობლემა არ აქვს. თუ იქნება აუცილებლად მოგიწევთ. სტუდიაში მომბრძანებისათვის იმედს ვიტოვებთ რომ საკითხი გადაწყდება ისე როგორც საზოგადოების უმრავლესობა სურს. მე ესე ვფიქრობ და ყველაფერი ისე იქნება როგორც საერთოდ ქართულ მოქალაქეებს უნდათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მომბრძანებისათვის.
ჩვენს რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ სამოქალაქო რეესტრის მომსახურების სამსახურის უფროსი ბატონი მამუკაბერაძე, ადვოკატი უფლებადამცველი ქალბატონი ირმა ბანძელაძე და ტელეფონით ჩაგვერთო მართლმადიდებლური კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი. კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით ყურადღებისათვის. მომავალ სამშაბათამდე. გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს საუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და მები. გრიფით საჯარო ჩვენ საუბრობთ